ინგა მიდი რა შენი ახალგაზრდობის ისტორიები მოგვიყევი, ძალიან გაასწორებს. რა მოგიყვეთ ახლა ანასტასია, რა ვიცი მე. აუ ხო, რა სკოლაში რომ დადიოდიან რამე ეგეთი. კაი ხო, მოგიყვებით. ინგა დაგაგვიანდა სკოლაში გამოდი დროზე. დე გავემზადე მე და ნაზიკო რომ გამომივლის ერთად წავალთ, კაცო. თქვენ მამას ლამაზი გოგო, არამზია ძალიან შევთდით რა. დაანძონა გაგვიჩინა კაცო ინგასთვის. ჩვენ რო აღარ ვიქნებით ცხოვრება მარ დაგვიჩაგროს კაცო. ნეტაი ვიტორი არის ზოდე კოტე რა. ესაბი უნდა დაჩაგროს ბიჭო, ამის მე შემჭამოს ცოცხლად. აუდი და ნუ ამბობ მეთქი იქით რაღაცებს, ნაზიკო უნდა მოვიდეს. მოდი ნაზიკო ღია. მოდი გოგო. სალამი მზიადეიდა. კოტეძია როგორ ახართ გიშველათ მამას წამალმა? სერგეევიჩი გაახაროს კაცო ღმერთ. რა შედარებაა დავდივარ კაცო. ამათოყურე ბიჭო, შენი დედა. მზიადეიდა. დღეს ინგას ხო გამოუშვებ საღამოს. ჩაფიძეებმა მაგნიტოფონი იყიდეს და აბას სიმღერებს უნდა მოусმინოთ. ვაიმე ნაზიკო შვილო გაგიჟდება მამამისი რო გამოუშვა. ვინაც არ გაგიჟდება. ტროლეიბუსი წავლე და წამოლე რა იყო. ოხკოტა შევნა მომინელო რამას რო გაატანინებ ხომ თავიცასა. წავედით ჩვენ გოგო ბოტანიკის ციგნი კიდე არ დაგჭირს, თორე კიდე გითხროს მასწავლებელით მეპით. ვაიმე მზიადეიდა რომ წუდა კეჩოში სუკრუგები მარტყმევინა. გოგო ორი დღეა თავი მტკივა. ნეტა ინგა ჩვენს გითხროს მასწავლებელმა ქვაჩრინთ რა. მოეგებოდე გონებაზე. დედა მე ხუთოსანი ვარ და ნაზიკო სამიანებზე სწავლობს. ნუ ბრაზდები შენ კიდე კაცო ყველაფერზე, თორე გაკოცებ იცოდე. გადა შენ ახლა კიდე ნაწადით დროზე. ჩერჩეტები ესენი. ვაიმე ინგა ისეთი ამბავი უნდა გითხრა რომ გაგიჟდები. ერთ ბიჭს მოწონხარ ჩვენ კურსელს. ნაზიკო რამდენჯერ გითხარი მე შენ არ მინდა მეთქი ეს სიყვარულობები რა. ბოლო კურსზე ვარ ჯერ და სწავლა უნდა დავამთავროთ კაცო. მე მოწონხარ მეთქი კი არ თხოვდები გოგო. ეხლა ძალიან ჩუმად გაიხედე ფანჯრის მხარეს ის კედელთან. მამუკა ქვია. ვაიმე დამინახა. ოხ ხამივით რომ აყურებინებ რა. ბიჭო ეს გოგო ხო არ იცი ვინ არის? ნაზიკოს გვერდზე რუზის რა. ბიჭო გდანში ცხოვრობს რა, სახელი კი არ ვიცი, მაგრამ დანახული მყავს ხო ხდები. რა იყო გევასა მამუკა? არა ბიჭო რა დამევასა პროსტა რა. ლექცია დასრულებულია, შეგიძლიათ წახვიდეთ. ვაიმე ნაზიკო ის ბიჭები მოდიან ჩვენსკენ, რა ხავქნა. გამარჯობა გოგოებო, ნაზიკო რა ვახარ? შენ მეგობარს ხარ გაგვეცნობდი? დიდი სიამოვნებით. ეს არის ინგა, ჩემი მეგობარი. ინგა გაიცანი ესენი არიან მამუკა და მისი მეგობარი ომარი. ჩვენი კურსელები არიან ორივე. ძალიან სასიამოვნოა. გდანში ხო არ მიდიხართ? გაგიყოლებთ, ომარის სემით ვართ რა. გდანში, ხო მე გდანში ვცხოვრობ და გოგო მამა ჩემი რო დამინახოს ან ვინმე რას იფიქრებს. იმას რომ ჩემი გოგო ბეთში ჩავარდაო, გაადგმიდი ფეხი. კარგით, წამოყვებით გლდანამდე. ოღონდ მამუკა წინ რო დავჯდე თუ შეიძლება, უკან რო ჯდები ხოლმე ცუდად ვხდები და. მართლა? მე არ ვიცოდი პირველად მესმის. ხო, ნაზიკო, ცუდად ვხდები. ვაიმე, ამჯერა რო დღეს ქორწილი მაქვს. მე კიდე სამჯერა შენი მზითების ლეიბები ჩვენმა შემიჭამა. ვაიმე რა დროს ლეიბებია დედა მოვა მაყრიონი სადაც არის. ვაიმე გოგო ნუ ნერვიულობ რა, მოგშორდება იცოდა ეგ პუდრა. გაგიფუჭდება მაკიაჟი. ბიჭო მოვიდნენ. სიძეს გაუმარჯო, სიძეს. აქამ შვიდობა, თქვენი გოგო უნდა წავიყვანო რა. 400 ლარი, ვარდივით გოგოსაგან, კაცო. აх გიორგევიჩ რა, აბატონო. აბა დროს გავიდეთ რა, გავიდეთ უკვე. ომარ, მანქანები მოაყომარე რა. სულ აი გამოვდივართ კი. ვაიმე ნაზიკო კალიც უხშება მე მგონი. ნუ გეშინია მე მაგ პორტფელში. ხო, ვაიმე თაიგულს ხომ მოიტანს თეონა არ დამღუპოს. თეონა გზაშია უკვე და თაიგულიც მოაქვს, დამშვიდდი. მოდის ხო? ვაიმე გასატეხით შაქი და უნდა წავიღო თუ დამახვედრებენ ოჯახში რომ მივალ. რა მოსონარი ხარ? ნიგო გუშინ ამაღამ გაუჩერდები საწოლში კმარსა. შეხედე ბიჭო რა ესთან სულელი ქალი ეს.
არაფერი მამა არაფერი ვაიმე გავედით რა გველოდება უკვე მანქანები აბა სიმღერით გავაცილოთ პატარძალი რა ბედნიერი რო იყოს მზიადეიდა Vesian, kale lamaze. Mamuka pampersi იყიდე? აუ დამავიწყდა, კაი ჩავალ ცოტა ხანში დამოვიდა რა. პროსტენაზე თუ ქნა ბავშვმა რაღაც მინდა მერე, მომისპობს ყველაფერს. კაი რა იყო, ხო საღამოს დასალევად რო ჩავალ ამოვიყოლებ რა. მამუკა ამბობ რომ ზან მოუხშირე შენ დალებას და ნასვამი თუ ამოხვალ კიდე იმ პაპერს ვის გავუკეთებ ნახავ მერე. ნაზიკო იქნება გაუღე რა. აბა როგორ ახარ? თინგა ბავშვს ძინავს, როგორ მინდა ნახვა. ძინავს ხო გოგო, მაგრამ გაიღვიძებ საწი უკვე და მანამდე ყავა დავლიოთ ჩვენ კაკრას ეხლა დავფქვი. ყავა კი არ მომაკლდება, მაგრამ უნდა გითხრა რა. გოგო იტალიაში გადავწყვიტე სამუშაოდ წასვლა. ხო ხედავ რომ აქ ვეღარაფერს ვეღარ შოულობ რა. დედა, რას ამბობ, ნაზიკო, სადნა გადაიხვეწო გოგო ამ სიშორეზე? 2-3 წელი ახლა დიდი ხანი არ ამგონია გავჩერდე. ჩემი მულიც ხო იქაა და მიშოვა უკვე რაღაცა სამსახური. აუ იტალიაში მაგარი პონტია ძალიან. პიცა, მაკარონი და რავი რა. ხო, მაკარონი საყიდელია და ამოიყოლე ეგეც. არ დაგავიწყდა სიცოტე. რა იყო გოგო, ხო არ გაბრაზებს ეს? რაც ანასტასია გვეყოლა ძალიან შეიცვალა გოგო ამ ბოლო დროს. ბევრს ვამს ძალიან. ხო, ძალიან ხშირად კი არის უბნის ბიჭებთან ერთად და მაგათ კიდე ლუდები ულაგიათ მაგიდაზე იცოცხლე. ვაიმე ყავა გადმოვიდა, დედა ესე იგი მაინც დამეც სხვაგან რო გავიხედეთ მაშინ გადმოდის ხოლმე რა. ვაიმე რამხელა ხმაზე ვლაპარაკობ ბავშვი გავაღვიძე. დედა რამხელა ხმაზე ტირის გოგო? ხო, ხმაურიანი გოგოა. ეგანა გვაშენებს ან დაგვაქცევს რა. დედა მოდი ჩამოგვიჯექი რა. ნაზიკო და მე ვიხსენებთ ბძველ ამბებს. მოდი რა მზიადეიდა, ვაიმე როგორ მომენატრე, სულ რო იჩხუბებოდი ხოლმე ამას. მაგრამ ის უბედური ახალი წელი მე არ თამავიწყდება. შენ იქმნის ვაჟკაცობა, როგორ მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი გამეგლიჭა. დოდო რა ვახარ, დოდო, ბედნიერი 2014 წელი ჩემოკარგო. ვაიმე ინგა ჩემოკარგო, მეც გილოცავ მრავალსა ეს წარი, მაგრამ საიდან მოდიხარ გოგო, მე შენ თითქოს სახლში მგონი ხარ და ეხლა დაგინახე რაღაცა 15 წუთის წინ შენ ქმართან და დადიოდი სახლში. დილიდან გასული ვარ კაცო სამსახურში, ეხლა ავდივარ სახლში და რაღაცას უფრას მაინც გავაწყობ რა. გოგო მითხარი ეხლა შენ მამუკა უმუშევარია კიდე? ჩემი ბიჭი მოეწყო აგერ ფუნიკული ორში და იქნება ვაკითხი რომ რაღაცა ვაკანსია იყოს. აი მე რა ვიცი გოგო მაგაზე როგორ შეგაწუხო. გოგო კითხვას რაღა უდგას წინ? მიდი აირბინე სახლში ჩემოკარგო მრავალს და ეს წარით. კაი. მამუკა მოვედი მოდი გამომართვი ეს პარკები რა. მამუკა ურე დაყრუდა რა. ოხჩი მირა ვიციათ საათზე მოვალო სახლში და 4-ია ჯირო. საათ ხარ ბიჭო? რა ხდება აქ? გამარჯობა. მე მეგობარი ვარ. ჯერ კაბა ჩამოიწე და მე მელაპარაკე. მამუკა ამიხსენი რა ხდება აქ? ინკასატორია რა, გაყვანილობებს ამოწმებდა რა. რას მელაპარაკები ბიჭო? ინკასატორები ბადეკალკუტკები დადიან კარდაკარ. შეხედე ჯერ როგორ აცვია. აბა ეხლა ადექი დაუდე ჩემი სახლიდან. კაი რა გჭირს სტუმარს როგორ აგდებ სახლიდან თუ? სტუმარს კი არა შენს გაგდებ სახლიდან. ახლა მეწაბზანდები და უკან მოსულს აღარ გნახავ არასოდეს. რა სახლიდან მაგდებ თუ ბავშვებს უმამოტოვი? კაცად შენ არ მარგიხარ და ვისრათ უნდა მაგნაირი მამა გამაგებინე. თვეების ომარიკო გჯობია შენ ვაჟკაცობაში. იმას ერთი უთხარი და პაპერში აღარ უქნია იმის მერე. ხელი გაწიე ეხლა თორე ავიღებ ისო დაგაჭედე სადაც საჭიროა. მიყევი ინკასატორს. დეგენერატი. უი ანასტასია დე. დავჭით მარტო. კარგით ხო აღარ გვინდა ეხლა ეს ამბავი რა. ახალ წელს გილოცავთ კაცო, ბედნიერი წელი გქონდეს.